სექტა, რომელმაც მთელი ქალაქი ჩაიგდო ხელში და მიზნის მისაღწევად ხალხი მოწამეს. არსებობდა ინდოელი გურუ ბაგვან შრი რაჯნიში, მოგვიანებით ცნობილი როგორც ოშო. 80-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მისმა მიმდევრებმა შუაგულ უდაბნოში ქალაქი რაჯნიშპურამი გააშენეს. მათ იყიდეს უზარმაზარი რანჩო, რომელიც დაახლოებით 250 კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული. სექტის წევრებმა თავისი შრომით გაიყვანეს გზები, ააგეს კაშხლები და საცხოვრებლები. როცა კანონმა მათ მშენებლობა უკრძალა, სექტამ მეზობელი პატარა ქალაქი ანტელოპი ჩაიგდო ხელში. იმის გამო, რომ მათი რაოდენობა ქალაქის მოსახლეობაზე მეტი იყო, მოახერხეს არჩევნებში გამარჯვება, დაიკავეს ყველა პოსტი, ქალაქს სახელიც კი გადაარქვეს და ქუჩებში იარაღით დაიწყეს პატრულირება. თუმცა ეს არ ეყოთ და მთელი ოლქის ხელში ჩაგდება განიზრახეს. იმისათვის, რომ რაჯნიშნელებს ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებში გაემარჯვათ, მათ სჭირდებოდათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არჩევნებზე არ მისულიყო. ოშოს მარჯვენა ხელის მან ანანდ შილად ბრძანებით სექტის წევრებმა რესტორნებსა და ბარებში სალმონელას ბაქტერია გაავრცელეს. შედეგად 751 ადამიანი მოიწამლა. ეს დღემდე ითვლება ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველ და ყველაზე მასშტაბურ ბიოტერორისტულ თავდასხმად. სალმონელას გავრცელება რესტორნებში იყო მხოლოდ გენერალური რეპეტიცია, მათი საბოლოო მიზანი იყო არჩევნების დღეს მთელი ქალაქის პარალიზება, რათა მოქალაქეებს ხმის მიცემა ფიზიკურად ვერ შეძლებოდათ. გეგმა ჩავარდა FBI-მ და პროკურატურამ ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყეს. ოშო ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო შილა მოგვიანებით დააპატიმრეს. ამ ამბავზე Netflix აქვს ძალიან კარგი მინი სერიალი გადაღებული, რომლის სახელწოდებაცაა Wild Wild Country.